თქვენ გადაცემას განვაგრძობთ ძალიან აქტუალური თემით. ოქტომბერი ძუძუს კიბოსთან ბრძოლის საერთაშორისო თვეა. ვარდისფერ ოქტომბერთან დაკავშირებით საქართველოში ისევე როგორც მსოფლიოს სხვა ქვეყნებში არაერთი ღონისძიება იმართება. ამ პროცესში ჩართულია საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრიც და როგორია ცენტრის ჩართულობა ამ პროცესში, ამას ჩვენი ჟურნალისტი გვანცა კილანავა გვეტყვის, რომელიც ახლა პირდაპირ ეთერშია ცენტრიდან. მოგესალმებით გვანცა. გამარჯობა გვანცა. შუა დღე მშვიდობისა, მოგესალმებით წამყვანებო, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს, გეტყვით რომ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ევროპის რეგიონში და მათ შორის საქართველოში ძუძუს კიბო ქალებში კიბოთის სიკვდილიანობის წამყვანი მიზეზი არის. ძუძუს კიბოს პრევენცია და ადრეული აღმოჩენა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, სწორედ ამიტომ აუცილებელია რეგულარულად ჩავიტაროთ სკრინინგი, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ სიმპტომების გამოვლენამდე ადრეულ ეტაპზე აღმოვაჩინოთ დაავადება. მნიშვნელოვანია, რომ საქართველოში მოქმედებს სკრინინგის სახელმწიფო პროგრამა, რომლის ფარგლებში შეგვიძლია უფასოდ ჩავიტაროთ კვლევა. ჩემთან ერთად იმყოფება დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ქალბატონი ლელა სტურუა. მადლობა ქალბატონი ლელა, რომ დაგვითმეთ რომ ვუთხრათ მაყურებელს რას თავაზობს სახელმწიფო პროგრამა მოსახლეობას და კიდევ ერთხელ განვუმარტოთ თუ რატომ არის მნიშვნელოვანი რეგულარული სკრინინგის ჩატარება. სახელმწიფო პროგრამა დაავადების ადრეული გამოვლენა, რომელიც ასევე გულისხმობს ძუძუს კიბოს სკრინინგს, ფუნქციონირებს ქვეყანაში და ხელმისაწვდომია გეოგრაფიულად ყველასთვის, არის უფასო და ემსახურება 40-დან 70 წლამდე ქალებს. ძუძუს კიბოს სკრინინგი მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ადრეულად აღმოვაჩინოთ ეს დაავადება თუ გვაქვს და არა მხოლოდ დაავადება, არამედ კიბოს წინარე მდგომარეობა. ვინაიდან ადრე დასმული დიაგნოზი ნიშნავს ადრე დაწყებულ მკურნალობას და როგორც იცით, მკურნალობაც საკმაოდ ხეღავათიანად არის, ფაქტიურად უფასოა ქვეყანაში ძუძუს კიბოს მკურნალობა და ადრე დაწყებული მკურნალობა გვაძლევს ძალიან კარგ გამოსავალს, ანუ ადამიანი ქალბატონი გამოჯანმრთელდება და უკვე გვყავს ძალიან ბევრი გამოჯანმრთელებული ქალი, ძუძუს კიბო და ზოგადად კიბო არ არის დიაგნოზი. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია 3 წელიწადში ერთხელ მივმართოთ კიბოს სკრინინგის პროგრამას და გავიაროთ შესაბამისი გამოკვლევები. აქვე ვიტყვი, რომ მნიშვნელოვანია ასევე პირველადი პრევენციაც, რაც გულისხმობს ცხოვრების ჯანსაღწეს, განსაკუთრებით თამბაქოს არ მიღებას, განსაკუთრებით რეპროდუქციულ ჯანმრთელობას და უკვე ბოლო კვლევების საშუალებებით დადგინდა, რომ ძალიან მჭიდროა კავშირი და პირდაპირი კავშირია ალკოჰოლის მოხმარებას და ძუძუს კიბოს შორის, ანუ მხოლოდ ალკოჰოლის შემცირებითაც შესაძლებელია ძუძუს კიბოს პრევენცია. რომ გითხრათ, ვარდისფერი ოქტომბრისთვის კამპანიის ფარგლებში, როგორც იცით, სხვადასხვა რეგიონებში საქართველოს აქტივობები იყო დაგეგმილი. ამის შესახებაც მოკლედ რომ მოგვიყვეთ. ძალიან ბევრი შეხვედრაა დაგეგმილი, ჩატარდა და უკვე აწიც ჩატარდება. დაგეგმილია კონფერენციები პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის, ვინაიდან მათი როლი არის განსაკუთრებული, სწორედ მათ უნდა მიაწოდონ სწორი ინფორმაცია თავიანთ პაციენტებს, რომ ჩაერთონ სკრინინგის პროგრამაში. დღეს მაგალითად ქუთაისში ტარდება ასეთი კონფერენცია პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის, ზეგ იქნება თელავში, თბილისში ჩატარდა ასევე ბათუმში, ასევე დაავადებათა კონტროლის ცენტრი ატარებს რეგულარულ ონლაინ სემინარებს პირველადი ჯანდაცვის ექიმებისთვის, ყველა რეგიონის მასშტაბით და ასევე საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ცენტრების წარმომადგენლებისთვის ვატარებთ შეხვედრებს სხვადასხვა ორგანიზაციებში, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. წარმატებებს გისურვებთ, დაგემშვიდობებით და შეგახსენებთ, რომ თითოეული ჩვენგანის სიცოცხლე ჩვენს ხელშია, ამიტომ აუცილებელია ჩავიტაროთ კვლევები, რაც დაგვეხმარება იმაში, რომ ვაკონტროლოთ ჩვენი ჯანმრთელობა.